ილუზიების დრო დასრულდა. ევროკავშირი ღიად გადავიდა LGBT ძალადობაზე და სასამართლოს ძალით აიძულებს გაერთიანების ყველა წევრ ქვეყანას აღიაროს ერთნაირ სქესიანთა ქორწინებები და გაუთანაბროს ისინი ჩვეულებრივ ქალისა და მამაკაცის მიერ შექმნილ ოჯახებს. აღმოსავლეთ ევროპა უმძიმესი დილემის წინაშე. გააუქმონ ყველა ის კონსტიტუცია, სადაც ქალი და მამაკაცი უწერიათ, თუ დაუპირისპირდნენ ევროპის უმაღლეს სასამართლოს. სანამ აღმოსავლეთში გამოსავალს ეძებენ, დასავლეთ ევროპა LGBT შიზოფრენიის მორიგ მწვერვალებს იპყრობს. ავსტრიაში პირველ კლასელებს აიძულებენ აირჩიონ 6 სქესიდან 1 და მიაკუთვნონ საკუთარ თავს. მხოლოდ ამ ტესტის გავლის შემდეგ ჩარიცხავენ 6 წლის ბავშვს სკოლაში. ევროკავშირის 5 წლიანი LGBT სტრატეგია მოქმედებაში. რა ელის ევროკავშირს რამდენიმე წელიწადში და რა არჩევანის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა? ჟურნალისტი მარიამ გაბედავა სტუმრად ლიბერალიზმის ანატომიაში პოსტ TV-ს ეთერში.